და დაუბრუნდეთ საქართველოს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტს დღეს დეპუტატები მეორე მოსმენით უყრიან კენჭს. ცვლილებებს აზუსტებს პარტიების დაფინანსების საკითხს და პროცედურას უფრო გამჭვირვალეს ხდის. გარდა ამისა, ზუსტდება კონტროლის პალატის ფუნქციები და ვადები თუ რა პერიოდში უნდა მიაწოდონ პარტიებმა ინფორმაცია კონტროლის პალატას. დღესვე დეპუტატებმა უნდა დაამტკიცონ ცვლილება კანონში ნარკომომხმარებლების შესახებ. საჟელის მოხდის შემდეგ მათ აღარ ჩამოერთნევათ ავტომანქანის მართვის მოწმობა და მუშაობა ყველა უწყებაში შეეძლებათ. პარლამენტარები პნევმატური იარაღის სავალდებულო რეგისტრაციის აუცილებლობის შესახებაც ისაუბრებენ. დღესვე დეპუტატები მესამე მოსმენით მიიღებენ კანონს კონკურენციის შესახებ, რომელმაც ევროპაში ქართული კომპანიების ცნობადობის გაზრდას უნდა შეუწყოს ხელი. ამ კანონის რეგულირების გარეთ რჩება ისეთი მნიშვნელოვანი სფერო, როგორც არის ფასები, საწვავზე, ფასები მედიკამენტებზე, ფასები სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტებზე და ეს კანონი ვერ უზრუნველყოფს რეგულირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობის, ასევე ამ კანონის რეგულირების გარეთ რჩება ისეთი მნიშვნელოვანი სფერო, როგორიცაა კომუნალური მომსახურებაზე ტარიფები. ეს კანონი ზუსტად უნდა პასუხობდეს ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნებს და ბუნებრივია როცა ესეთი წინააღმდეგობა არის ჩვენ ხარს ვერ დავუჭერთ. მთავარი გამოწვევა არის უმუშევრობა, მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ხელი შეუწყოთ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის არსებობას, რაც განაპირობებს იმის გარანტიას, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმდეს რაც შეიძლება მეტი ჩვენი თანამოქალაქე და გარდა ამისა საქართველოში წარმოებული ნებისმიერი პროდუქტი უნდა ხასიათდებოდეს ნდობის მაღალი ხარისხით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ნებისმიერ ევროპულ ბაზარზე. 68 წლის